ისრაელის არჩევნებამდე მხოლოდ 3 თვე დარჩა. და ირანთან ომის ან არა ომის გარშემო არსებული გაურკვევების გამო ისრაელი იღებს შესაბამის ზომებს და ემზადება არჩევნების დღისთვის, რომელიც შესაძლოა რაკეტების ცეცხლის ქვეშ ჩატარდეს. როგორც პირველად გავრცელა ჩვენს i24 News-ის ებრაულ არხმა, ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი ამზადებს საგანგებო წესებს, რათა შეწყვიტოს კენჭისყრა სარაკეტო სირენების დროს, დადაიღოს დახურვის პროცესი და დაალუქოს ბიულეტენები და საარჩევნო მასალები, მანამ სანამ კენჭისყრის უსაფრთხოდ გაგრძელება შესაძლებელი გახდება. მსგავსი პროცედურები მზადდება შეწყვეტილი ხმების დათვლის შემთხვევაშიც. ყველაფერი შედეგების სანდოობის შენარჩუნების მიზნით. პროტოკოლები ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ისინი ამოქმედდება მანამდე, სანამ ისრაელები 27 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მივლენ. აქ სტუდიაში ჩემთან არიან იაკობ ლაპინი და ვენ ალტმანი. ვენ, არჩევნები მაინც ტარდება, იქნება ომი თუ არა. მაგრამ ამ პროტოკოლებით, როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ისედაც ძალიან დაძაბული საარჩევნო დღე, რომელიც ასე სწრაფად გვიახლოვდება. Ბევრი თვალსაზრისით, ნიკოლ, ჩვენი მოძმე ებრაული არხის რეპორტაჟის ყურადღება ორ სფეროზეა გამახვილებული. პირველ რიგში, ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები. როგორ აძლევენ ისინი ხმას? იდეა ისაა, რომ ისინი გამოიყენებენ სამხედრო საიდენტიფიკაციო ჟეტონებს, როგორც იდენტიფიკაციას და ეს იქნება გზა, რომ მათ შეძვონ ხმის მიცემა. მეორე საკითხი კი სარაკეტო სირენებს ეხება. როგორ შეიძლება ამის მართვა ქვეყანაში და ამაზე კიდევ ვისაუბრებთ, სადაც ხმის მიცემა მხოლოდ პირადად ადგილობრივ საარჩევნო უბანზე ხდება. როგორ იმუშავებს ეს თუ სარაკეტო სირენა ჩაირთვება და ამასთან დაკავშირებით პროტოკოლები მუშავდება. ყურადღება ნიკოლ ასევე იმიტომაა, რომ როგორც ჩვენს ეკრანებზე ხედავენ, ისრაელის არჩევნები ტექნოლოგიურად ძალიან მარტივია. უბრალოდ თუ ცელს step convert-ში, convert-ს ყუთში, თითქმის ისე როგორც სტუდენტური საბჭოს არჩევნებზე თუ გახსოვს ჩვენი ბავშვობიდან, ხალხს რეალურად უწევდა ხმების დაცვა, რომ მათში ვერ ჩაერიონ, სანამ ყველა თავშესაფარში გარბის. პროტოკოლი მუშავდება. სხვათა შორის უნდა თქვათ, ნიკოლ, ერთი მხრივ ჩვენ არ გქონია ქნესეთის არჩევნები 7 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ გქონდა მუნიციპალური არჩევნები აქ 7 ოქტომბრის შემდეგ თვეებში. ასე რომ გარკვეული პრეცედენტი არსებობს თუ როგორ უნდა მართოთ ასეთი სიტუაციები. და თანაც ტექნოლოგიურად ძალიან მარტივია. შენ ახსენე, რომ ყველა უნდა იყოს აქ პირადად. როგორც ამერიკელს, როცა საზღვარგარეთ ხარ და ვერ ახერხებ ხმის მიცემას, ხალხი ბრუნდება ქვეყანაში ამ არჩევნებისთვის, მით უმეტეს როცა ნაკეტების ცეცხლია, აეროპორტი შეიძლება დაიხუროს, რატო არის რომ ადამიანებს აქ ისრაელში პირადად უნდა მისცენ ხმა. ხო, ისრაელები მართლაც დაფრინავენ საზღვარგარეთ, როგორც ჩვენ თქვი ნიკოლ, უკვე 10 წლეულებია, მაგრამ ეხლა დამატებითი ინიციატივაა, რომ ხალხი დაბრუნდეს. ეს კიდევ უფრო რთულდება არსებული სიტუაციით. თუნდაც ისეთი ჩვეულებრივი რა, მაგრამ ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ის ფაქტი, რომ ბილეთები ახლა ბევრად უფრო ძვირია და მათი შოვნა უფრო რთულია. ისრაელის მედიაში იუწყებიან, რომ ფასები მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ნიკოლ, მართალი ხარ, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. დიპლომატები, ისინი, ვინც ქვეყნის ან მასთან დაკავშირებული სააგენტოების სამსახურში არიან საზღვარგარეთ, მაგალითად ებრაული სააგენტო, თუ საზღვარგარეთ ებრაულ საზოგადოებაში ცხოვრობ, ამ ემისრებს შეუძლიათ ხმა მისცენ იქიდან, სადაც მსახურობენ. მაგრამ ძირითადად ისრაელებმა პირადად უნდა მისცენ ხმა საარჩევნო უბანზე, არჩევნების დღეს. და აქ ისრაელი უმცირესობაშია. Pew Research Center-ის 2020 წლის კვლევის მიხედვით, ასე რომ შედარებით ახლახან აღმოაჩინა, რომ 151 ქვეყანას აქვს საზღვარგარეთ ხმის მიცემის დაიმე სისტემა. ხოლო მხოლოდ 46-ს ან 55-ს არა. ასე რომ იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ საზღვარგარეთ ხმის მიცემა არ არსებობს, ისრაელი შეიძლება ტექნიკურად ამ ჯგუფში არ იყოს, რადგან არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, მაგრამ მაინც უმცირესობაშია. და დემოკრატიულ სამყაროში ტენდენცია ლიბერალიზაციისკენ. კანადამ, ახალმა ზელანდიამ და ბოლოს გაერთიანებულმა სამეფომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის წესები შეარბილეს. და ის ქვეყნებიც კი, რომლებსაც აქვთ შეზღუდვები, ისინი ადამიანებს აძლევენ დიდ ხანს ქვეყნის გარეთ ცხოვრების უფლებას. მაგალითად, გერმანიაში 25 წელი შეგიძლია ქვეყნის გარეთ იცხოვრო, სანამ ხმის მიცემის უფლებას დაკარგავ. საფრანგეთსა და იტალიაში, ნიკოლე, პარლამენტში არსებობს სპეციალური ოლქები ქვეყნის გარეთ მცხოვრებთათვის. და ჩვენს ფრანგულ პარტნიორ არხზე ყოველ ჯერზე, როცა საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებია, ნები სტუდიაში დებატები ტარდება იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც ისრაელში მცხოვრები ფრანგი მოქალაქეების წარმომადგენლობისთვის იბრძვიან და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. ისინი დომინანტები არიან ამ ოლქში და ეს ფრანგული პოლიტიკის ნაწილია. საკმაოდ გრძელი ახსნაა იმისთვის, რომ ისრაელი უმცირესობაშია, მაგრამ რა არგუმენტებია? არგუმენტები წინააღმდეგია, რომ მხოლოდ ისინი, ვინც აქ ყოფნის ტვირთს იზიარებენ, ვინც აქ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგებს საკუთარ თავზე იღებენ, განსაკუთრებით მეორე მხრივ, ნიკო, ყველაზე ძლიერი არგუმენტი ამის წინააღმდეგ არის ის, რომ ბევრი ისრაელი, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, იბეგრება. როგორ შეიძლება, რომ მათ ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდეთ, მაგრამ მაინც უნდა გადაიხადო გადასახადები. ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის ანგარიში ინგლისურად ფრჩხილებში წერია: No taxation without representation. გადასახადები წარმომადგენლობის გარეშე არ უნდა იყოს. და მათი წინადადება, ნიკოლ, იყო ის, რომ ისრაელებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება მიეცეთ, თუ ისინი 3 წელზე მეტხანს არ ყოფილან საზღვარგარეთ. ეს მაინც უფრო შეზღუდული იქნება, ვიდრე უმეტეს ქვეყნებშია საზღვარგარეთ, მაგრამ გარკვეულწილად მაინც მისცემდა ისრაელებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას. თუმცა ეს საკითხი სადავოა ისრაელის პოლიტიკაში და არ ჩანს, რომ რაიმე შუალედურ პერსპექტივაში ან რაიმე ცვლილება მოხდეს. ოვენ, ზუსტად რა ხდება და რატო არის მნიშვნელოვანი ისრაელებისთვის, რომ არჩევნების დღეს ფიზიკურად აქ იყვნენ? იაკობ, როგორც ჩანს, ისრაელი ამუშავებს პროტოკოლებს და ემზადება იმ შემთხვევისთვის, თუ არჩევნების დღე რაკეტების ცეცხლის ქვეშ ჩატარდება. მაგრამ ეს ერთადერთი საფრთხე არ არის. ასევე ოფიციალური პირები აფრთხილებენ უცხოურ ჩარევას საარჩევნო პროცესში.
როგორ ემზადება ისრაელი ამისთვის? ეს ციბერუსაფრთხოების მზადებას მოითხოვს. ეს გულისხმობს მთელი რიგი სამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებას, მათ შორის სხვათა შორის შინბეტს, რომელსაც ციბერუსაფრთხოების პასუხისგებლობა აქვს. ასევე არსებობს ეროვნული ციბერუსაფრთხოების შტაბი. მათი მიზანია თავიდან აიცილონ უცხომთვრული ძალების ჩარევა და უკვე იცით, ამასთან დაკავშირებით გაფრთხილებებიც იყო, რომ არ დაუშვან მათი ჩარევა და არჩევნების შედეგებზე გავლენა. როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება? ეს არ ხდება მანქანებში ჩარევით, რადგან როგორც თქვით, ესენი დაბალტექნოლოგიური საარჩევნო სისტემებია. სწორედ ეს არის მათი უპირატესობა. ეს მათ კომპიუტერულ საარჩევნო სისტემებთან შედარებით იმუნიტეტს აძლევს. მაგრამ რაც შეიძლება გააკეთონ და რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილონ, ეს არის ეროვნულ დისკუსიაზე გავლენის მოხდენის მცდელობები, ყალბი ამბები, ბოტების ფერმები, ეს ახალი საფრთხეები არ არის. უბრალოდ ისინი უფრო და უფრო ვითარდებიან. და იცით, მუდმივად არის მცდელობები უცხო ქვეყნების მხრიდან, რომ მოწამლონ ეროვნული დიალოგი აქ, გაზარდონ პოლარიზაცია, გამოიწვიონ ისრაელელებში რწმენის დაკარგვა მათ დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ამას აკეთებენ შეერთებულ შტატებშიც. ეს მხოლოდ აქ არ ხდება, მაგრამ აქ ფსონი ძალიან მაღალია. ამიტომ იქნება გააზრებული ძალის ხმევა, რომ ეს დამანგრეველი ძალები გარეთ დარჩნენ. ვფიქრობ, ისინი უნდა დასახელდნენ, გაკიცხვონ და გამოაშკარავონ, რადგან მხოლოდ პრევენცია საკმარისი არ არის. ეს ქვეყნები თავიანთი ბოროტი მცდელობების გამო უნდა გამოაშკარავდნენ.